ასო თანამემამულეებო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა შევაფასოთ ის მდგომარეობა, რომელიც განვითარდა ვენესუელაში. დღევანდელი ანალიზის დროს, ჩვენ პირველი ანალიზის დროს დღეს ვისაუბრეთ უკვე მიმდინარე მოვლენებზე იმ დროისთვის, როდესაც ანალიზი მზად იყო და თუმცა მაგის შემდეგ იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ საჭიროა კიდევ ერთი ასეთი მიმოხილვა, რომ მოვამზადოთ თქვენთან ერთად და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება. კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა დააკავეს ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი დე ფაქტო, არაღიარებული მათ შორის, არც შეერთებული შტატების და არც დასავლეთის მიერ და ამ ყველაფერს მე ახსნი ახლა დეტალურად. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ანალიზი, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის და ხელს უწყობს იმას, რომ ახალი ანალიზები მოვამზადო და ასეთი შეფასებები. ამავდროულად დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, თუმცა რა თქმა უნდა კორექტულობის ფარგლებში ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. და გთხოვთ ასევე, როცა ჩვენ ვაფასებთ ნებისმიერ მოვლენას, მე ცოტა მიკვირს ხანდახან კომენტარებში რასაც ვკითხულობ, იმიტომ რომ უცნაურია რა პერსპექტივით უყურებს გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოების ამ საკითხზე. ანუ მოდით ჩვენ საკითხს შევხედოთ ჩვენი პერსპექტივიდან, ანუ საქართველოს ინტერესებიდან და არა აბსტრაქტული გარკვეული მოვლენებიდან, ხო? აღმოჩნდნენ მოქალაქეები, ვინც აფასებს ამ შეჭრას ეხლა შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაში, როგორც თავის დროზე ერაყში მაგალითად შეჭრა. სრულიად სხვა კონტექსტი არის. ერაყი დღემდე არის მაგალითად ისლამური სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფების კონტროლის ქვეშ. იქ არის ირანული შიიტური დაჯგუფებები, არის სუნიტური დაჯგუფებები, არის ქურთების ინტერესები და ავტონომია გააჩნიათ ქურთებს, ანუ ერაყის ქურთისტანი, იქ არის ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაცია. იქ ვერ ჩამოყალიბდა დემოკრატია, იმიტომ რომ რეალობა სხვა არის საზოგადოებაში. შეერთებული შტატების მიზანი ერაყში დემოკრატიის ჩამოყალიბება კი არ იყო რეალურად. არამედ იყო განეიტრალება სადამ ჰუსეინის ავტორიტარული რეჟიმისგან მომდინარე უზარმაზარი საფრთხის. და როცა ვადარებთ შეერთებული შტატების სადმე შესვლას, უნდა გავიხსენოთ წარმატებული ძალიან ბევრი შემთხვევა, როგორიც არის გერმანია, ესე იგი დასავლეთ გერმანია, რომელიც შეერთებული შტატების დახმარებით აღდგა მარშალის გეგმის ფარგლებში. სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეას უნდა შევადაროთ ასევე, იაპონია, სინგაპური, სადაც შეჭრა არ ყოფილა, მაგრამ სამხედრო ბაზის წყალობით სინგაპური ამდენად წარმატებული ქვეყანა არის. ქუვეიტი მაგალითად, სადაც საერთოდ ქვეყანა გაათავისუფლეს ერაყის ოკუპაციისგან. მოკლედ, ავღანეთს რაც შეეხება, ხო, ძალიან ბევრი აკრიტიკებს ამერიკას, რომ რატო გავიდნენ ავღანეთიდან, იმიტომ რომ როგორც კი გავიდნენ და თალიბები მოვიდნენ ხელისუფლებაში, იქ ქალებს მაგალითად ეკრძალებათ პრაქტიკულად სწავლა, განათლება, სიარული ქუჩაში და ასე შემდეგ. ანუ კატასტროფულად ადამიანის უფლებები არის შეზღუდული. შესაბამისად, პრობლემა იმაში კი არ არის, რომ შეერთებულმა შტატებმა იქ თავის დროზე ოპერაცია დაიწყეს თალიბების წინააღმდეგ, არამედ იმაში არის, რომ როგორ გავიდნენ იქედან და ცალკე ამბავია. მოკლედ, ამას რო არ დავუთმო ყურადღება, ჩვენი პერსპექტივიდან ვაფასებთ ხო ამას. და პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ნიკოლას მადუროს რეჟიმის დასრულება საქართველოს ძალიან აწყობს. რატომ? პირველ რიგში, იმიტომ რომ ნიკოლას მადურო აღიარებდა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. ვენესუელა მადუროს მეთაურობით აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარების ერთ-ერთი ქვეყანა იყო. დიპლომატიური უწყებები ბჭყალებში გააჩნიათ სოხუმს და ცხინვალს არ ვიცი რამდენად სოხუმს ნამდვილად, მაგრამ კარაკასში, ვენესუელაში. და ეს არის ფაქტი, ასე რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც საუბრობთ, ცხადია ჩვენ ეს არ უნდა გვაწყობდეს, რანაირად უნდა გვაწყობდეს. მეორე მხრივ, რანაირად უნდა მივიჩნიოთ ეს იმპერიალისტურ ნაწილ რაღაც ქმედება შეერთებული შტატების, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ოპოზიციას, ძალიან დიდი უმრავლესობა და მადუროს პრაქტიკულად მომხრე არ ყავდა იქ თითქმის საკუთარი კლანის მიღმა. ეს ხომ გადამწყვეტი ფაქტორია და სრულიად რადიკალურად განსხვავდება უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შეერთებული შტატები არ აპირებენ
ვენესუელის ოკუპაციას რუსეთი არ მხოლოდ აპირებდა, მე გითხარით კიდე წინა ანალიზში, რომ ოლქები უკრაინის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რუსეთის ნაწილად აქვს გამოცხადებული კონსტიტუციაში ჩაწერილი. ნახეთ და შეისწავლეთ, აუცილებლად კონსტიტუციაში უწერიათ. ახლა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე, ასე ვნახე კომენტარები, რომ ნავთობს ეხება, რომ ეს ნავთობის ძირითადი მიზანი არის. ნახეთ, საქართველოს პერსპექტივიდან შევაფასოთ, ხო? ვენესუელის ნავთობი დღეს საერთაშორისო ბაზრებზე ხელმისაწვდომი არ არის. რატომ? იმიტომ რომ ვენესუელა არის ანტიამერიკული ქვეყანა, რომელიც რუსეთს და ჩინეთს აძლევს იქ პლაცდარმს სამხედრო ტექნოლოგიებისთვის, ასე შემდეგ და მათი ნავთობი ძირითადად გადიოდა აი ამ ქვეყნებში. საერთაშორისო ბაზრებზე არ გადიოდა. თუმცა ვენესუელა არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა ნავთობის მარაგებით. აქედან გამომდინარე, თუ აღდგება შეერთებულ შტატებთან კავშირები და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში და მოსახლეობის უმრავლესობა ამ ოპოზიციას უჭერს მხარს, მაშინ ნავთობი საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაიაფდება, იმიტომ რომ ბევრი ნავთობი გახდება ხელმისაწვდომი, თან იაფად, იმიტომ რომ ვენესუელას ნავთობი ზოგადად საკმაოდ იაფია, საკმაოდ ხარისხიანია, ანუ ბევრი გადამუშავება არ ჭირდება რუსული ნავთობთან შედარებით. იმიტომ რომ ბრენტი და WTI ნავთობის მარკები, რომელიც შეერთებულ შტატებში არის და საერთაშორისო ბაზარზე რაც იყიდება, ეს არის რეალურად $60 ფარგლებში ახლა ფასი. და რუსეთის ეკონომიკის ანალიზში, რომელიც მე შემოგთავაზეთ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა მიიღო უზარმაზარი შემოსავალი ომის შემდეგ სწორედ ნავთობიდან $230 მილიარდი 2022 წელს, როდესაც ნავთობის ფასი იყო $120-130 ბარელისთვის. ახლა ფასი არის ორჯერ ნაკლები, 50% ნაკლები, $60 ბარელისთვის და რუსეთისთვის საკმაოდ რთულია ეხლაც ვითარება, მე უკვე ვთქვია ეს იმ ანალიზში, იმიტომ რომ $60-დან გადაყვეული ნაწილი მიდის თავის საფასურში ამ ნავთობის. რაც გულისხმობ, რუსული ნავთობის მარკა Uralsi ქვია ასე, ესე იგი საკმაოდ დაბალხარისხიანი, ანუ გაცილებით მეტი გადამუშავება ჭირდება მძიმე მეტალებისგან და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამიტომ უფრო იაფიღებს. და თუ ნავთობი გაიაფდება $40-მდე, $30-მდე ან $20-მდე მაგალითად, ეს უბრალოდ რუსეთის მიერ ნავთობის გაყიდვას გააჩერებს. იმიტომ რომ თვითღირებულების ქვემოთ უნდა გაყიდონ ნავთობი. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ერთი მხრივ ნავთობი იქნება იაფი და ენერგომატარებლები იაფი, რაც ზოგადად ეკონომიკისთვის პოზიტიურია, მეორე მხრივ ეს რუსულ ეკონომიკას გააჩერებს მთლიანად. და რუსულ სამხედრო მათ შორის მანქანას, რომელიც რიგითი უკრაინელების და ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული და თქვენ ხედავთ, მე არ ვიცი ქართულ საზოგადოების ნაწილს მაინც რა მოუვიდა და რანაირად ასეთი ინფორმაციის ქვეშ პრინციპში ვარაუდობ, რომ პროპაგანდის შედეგი არის, იმიტომ რომ რუსეთი კლავს რიგით მოქალაქეებს, ბომბავს პრინციპში შეგიძლიათ ნახოთ და შენობებს, რომელიც გავს საქართველოს შენობები, საბჭოთა შენობებია, კორპუსებს ბომბავს პირდაპირ, გუშინ დაბომბა ხარკივში, მანამდე დაბომბა კიევში და ასე შემდეგ. ჩვენ ხო ვიცით, რომ რუსეთი ტერორისტული ტიპის ომს აწარმოებს რიგითი მოქალაქეებს წინააღმდეგ. ასობით ადამიანი კვირაში და თვეში იღუპება, რიგითი მოქალაქე უბრალოდ რუსული თავდასხმა გუშინ აბი ჩამოაგდეს თუ არ ვცდები, ანუ ძალიან დიდი ბომბი, მოკლედ ხარკივში, რომელმაც ერთი კორპუსის რაღაც ნაწილი მთლიანად გააქრო. შეადარეთ ახლა შეერთებულ შტატების ქმედებებს, სადაც რამდენი სავარაუდოდ გარკვეული ზიანი არის მხოლოდ სამხედრო ობიექტების და ადამიანების, ანუ საუბარია გარკვეული რაოდენობა მოკლულებზე სამხედრო ელიტაში, როგორც ჩანს, შეერთებულ შტატებს როგორც ხვდებით, არანაირი დანაკარგი არ აქვს. არავინ არ არის პრაქტიკულად დაღუპული, ამერიკული მხრიდან, რაც მოქალაქეების მხრიდან გარკვეული სამხედრო ბაზები შესაძლოა სამხედროების გარკვეული რაოდენობა. თუმცა არ ამგონია, რომ რამდენიმე ათეულს აღემატებოდეს იმდენად
ასე ვთქვათ, წერტილოვანი დარტყმები ჰქონდა შეერთებულ შტატებს. ხო, ეს ხო ფაქტია. ახლა რა მოხდა მადუროსთან დაკავშირებით? მადურო დაკავებულია და გადაყვანილია უკვე შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც მას ბრალი ედება დიდი ხანია უკვე ნარკოტრაფიკში. ანუ შეერთებული შტატების ეს ქმედებები მის მიმართ არ არის მიმართული როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, იმიტომ რომ შეერთებული შტატები არ აღიარებენ ნიკოლას მადუროს როგორც ქვეყნის მეთაურს ზოგადად. და მიიჩნევენ, რომ ნიკოლას მადურო არის ნარკოკარტელის ხელმძღვანელი და მართლაც ვენესუელა დიდი ხანია ძალიან დიდი სიღატაკის გამო, მისი ულტრამემარცხენე პოლიტიკის გამო, ანუ სოციალიზმის და კომუნიზმის ნარევი აქვს იქ დაახლოებით. ამის გამო პრაქტიკულად იმდენად სიღარიბე არის ვენესუელაში და ნავთობის ექსპორტზეც თან არის სანქციები, რომ ვენესუელას უწევდა სწორედ მათ შორის უწევდა რა იყენებდა ამას, მათ შორის ფინანსური შემოსავლის მიღებისთვის ნარკოტრაფიკს, ანუ ნარკოტიკების ექსპორტს პატარა გემებით შეერთებულ შტატებში. ეს ხომ აღკვეთა შეერთებულმა შტატებმა, მაგრამ ეხლა გლობალურად ამბობს, რომ კარტელის ხელმძღვანელი, ანუ ნიკოლას მადურო ხელისუფლებას მოვაშორეთ, ძალაუფლებას. და მისი პროცესი სასამართლო გაიმართება ნიუ-იორკში. რა მოხდება მის ბედთან დაკავშირებით, ვნახავთ ამას, მაგრამ უნდა ითქვას, თავად ვენესუელაში ახლა არის სიმშვიდე, არანაირი სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობს, ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ მზად არის ჩაიბაროს ხელისუფლება, ოპოზიციის მხარდაჭერა იმდენად დიდია, ეს კვლევებიც ამას ადასტურებდა, ნობელის პრემიაც კი მიიღო, არ ვიცი თუ გახსოვთ, ტრამპს უნდოდა ნობელის პრემია და ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს გადასცეს და ტრამპს არ მისცეს და ცოტა ნაწყენი იყო ტრამპი ამის გამო, მაგრამ ბოლოს დაურეკა და მოულოცა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს. ხო და მზად არიან, რომ ხელისუფლება აიღონ, არჩევნები ჩაატარონ, ანუ დემოკრატია აღადგინონ, დიქტატურის ჩამოყალიბებაზე არ არის, დიქტატურა პირიქით იყო, მადუროს დროს არჩევნები არ იყო პრაქტიკულად და ის ქვეყნები, ვინც სოლიდარობას უცხადებენ ახლა მადუროს, ხო, ჩვენთვის ასევე გარკვეული მანიშნებელი უნდა იყოს. ბელარუსი, რუსეთი, ჩინეთი, ირანი და კიდევ რიგი დიქტატურა, მათ შორის ზოგის მისი მეზობელი ქვეყანა ამას ზოგადად გმობს. ახლა მეზობლებისგან ეს ლოგიკურია დაგმობა, ეს გასაგებია. არავინ არ მეზობლიდან არ იტყვის, რომ მივესალმებით რაიმე ასეთ ქმედებას. ევროპა დუმს ამბობს, რომ ვაკვირდებით მოვლენებს, შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად ასეთი პროცესი განავითარეს. ზოგადად თუ შეაფასებ, შეგიძლია აკრიტიკო ეს მოვლენები, მაგრამ საქართველოს პრიზმიდან თუ შეაფასებ, საქართველოს ეს ძალიან აწყობს. პირველი, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიის დიქტატურებთან ბრძოლის აი ამ კონფიგურაციას ინარჩუნებს და ჩვენ ამ ფრონტის ხაზზე ვართ ამ დემოკრატიების და დიქტატურების. ხო, აქეთ არის რუსეთი, იქეთ არის ირანი, არც თუ ისე შორის ჩინეთი. შესაბამისად, ამ დიქტატურებთან ახლოს ვართ და საფრთხები მათგან მოდის. ჩვენ კი გვინდა ვიყოთ დემოკრატია. არ ვიცი, მე მინდა და მე ჯერა რომ საქართველოს და ვიცი რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობას უნდა დემოკრატია. დემოკრატიაში რაც გულისხმობ, მგონი გასაგებია, ხო, რომ ჩვენ ვირჩევდეთ ხელისუფლებას და ჩვენი ქვეყნის განვითარების კურსს. დიქტატურა რას ნიშნავს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. მართავს ის, ვინც ძალაუფლებას ფლობს როგორმე ნებისმიერი ხერხებით, ხო? ნუ გასაგები არის ეს და ჩემი აზრით შესაძლოა ჩერჩილს დავესესხოთ, რომ დემოკრატია არ არის იდეალური, მაგრამ ეს არის საუკეთესო ამ მომენტისთვის არსებული სისტემებისგან, მათ შორის მკვეთრად საუკეთესო თუ ნებისმიერ ავტორიტარულ დიქტატურულ რეჟიმს შეადარებ. და ეს ჩემი აზრია, ჩემი შეფასებები, მე ანალიზი შემიძლია გავყო ორ ნაწილად, ან თქვენ შეგიძლიათ თავად გაყოთ. ერთი არის ჩემი მოსაზრებები, რომლებსაც შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ. უბრალოდ ბუნებრივია, რომ მე ჩემი მოსაზრებები გამაჩნია და ხანდახან შეიძლება გაგიზიაროთ ხოლმე სხვადასხვა საკითხზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე თავს გახვევთ ჩემს მოსაზრებებს ან შეფასებებს. მეორეა სუფთა ანალიზი და იქ ობიექტური ფაქტები მომაქვს. ასე რომ ჩემ მოსაზრებას შეგიძლია დამეთანხმოთ, არ დამეთანხმოთ. ვიღაც დამეთანხმება, ვიღაც არ დამეთანხმება. აი ეს არის დემოკრატია სწორედ. და რა მე ამას ვემხრობი, რომ ასეთ სტილში მათ შორის კონდეს ურთიერთობა, მთავარია უბრალოდ დავიცვათ, ასე ვთქვათ, კომენტარებში და მსჯელობისას ის მინიმალური ზღვარი ერთმანეთის პატივისცემის და ეს საკმარისია სრულიად აი ამ არხზე. ასე რომ განსხვავებული აზრი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
თუმცა ჩვენ მაინც უნდა გამომდინარეოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, ხო? პრაქტიკულად ოპოზიციასთან შეგვიძლია დავლაგდეთ და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარება შეიძლება უკან წაიღონ. გვაწყობს თუ არ გვაწყობს? ძალიან გვაწყობს. იმიტომ რომ სირიიდან ამის პრინციპში შესაძლებლობა სირიაშიც არის, შეიძლება ითქვას ნაწილობრივ მოხდა ეს, იმიტომ რომ გააქტიურება არ არის, მაგრამ მე მახსოვს მხოლოდ ოპოზიციური ძალების საქართველოსთან მიმართვას აჰმედ ალ-შარაას მიმართ, ანუ სირიის ახალი ხელმძღვანელის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, ანუ ქართული ოცნების მხრიდან მე არ მახსოვს არანაირი საჯარო გზავნილი სირიის ახალ ხელისუფლებას რომ უკან წაიღონ ბაშარ ალ-ასადის აღიარება, თუმცა ვენესუელის ოპოზიციას თუ ვემუშავებით, შეიძლება ეს უკან წაღება მოხდეს მათ შორის შეერთებული შტატების დახმარებით. ნახოთ ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო. საბოლოო ჯამში სტაბილურობა არის ახლა ვენესუელაში, მშვიდობა არის, შეერთებული შტატები აგრძელებენ სამხედრო აეროპორტზე კონტროლს და რეალურად არანაირი დაძაბულობა ამ მომენტისთვის არ არის. ჩვენ დავაკვირდებით რა განვითარება მოყვება ამას, რა შეიძლება იყოს. გასაგებია რომ უახლოესი დღეები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ოპოზიციის ლიდერი ჩამოვა, თუ არ ჩამოვა, თუ როგორი განვითარება იქნება, ხალხი ქუჩაში ზეიმობს სხვადასხვა ადგილას და ეხლა უკვე პოლიტიკური პროცესი უნდა განვითარდეს. ჯარი თუ ჩაერევა უფრო აქტიურად, შეიძლება დაბომბვები სამხედრო ობიექტების გაგრძელდეს, ჯარი თუ არ ჩაერევა, მაშინ სავარაუდოდ ძირითადად პროტესტი, ხალხი, ქუჩა, ახალი ოპოზიცია, ანუ ოპოზიციული ლიდერები და ახალი არჩევნები აი ამ გზით წავალთ წინ. ამ დროისთვის პრინციპში სულ ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.